არწივებს თავიანთი ძლიერი მენტალიტეტის დახმარებით 70 წლამდე შეუძლიათ ცხოვრება. 40 წლის შემდეგ ყველა არწივს რთული გადაწყვეტილების მიღება უწევს. მისი ბრჭყალები ისე მახვილი აღარაა, რომ ინადიროს. მისი ნისკარტიც უკვე გაცვეთილი და ბლაგვია, ბუმბული კი მეჩხერი. არწივს ორი გზა აქვს: ან კვდება, ან მძიმე და მტკივნეულ ცვლილებებს განიცდის. ეს მტკივნეული ცვლილება იმაში მდგომარეობს, რომ არწივი მაღალ კლდეზე უნდა აფრინდეს და იქ ქვებზე უნდა ურტყას ნისკარტი, სანამ არ მოიმტვრევს. მომტვრეული ნისკარტის ადგილას ახალი ამოსდის. ახალი ნისკარტით კი ბრჭყალებს იძრობს და ახალს იზრდის. შემდეგ ბუმბულსაც იგლეჯს სათითაოდ და ახლით იმოსება. ეს მტკივნეული პროცედურა 150 დღე გრძელდება, მაგრამ მისი გავლის შემდეგ არწივი ახალ ცხოვრებას იწყებს. ზოგჯერ რაოდენ მტკივნეულიც უნდა იყოს, საჭიროა გავთავისუფლდეთ ჩვენი ძველი მესგან, რათა გავხდეთ საკუთარი თავის ახალი და უკეთესი ვერსია. თუ უკვე განგიცდიათ ეს პროცესი, აუცილებლად დაწერეთ კომენტარებში 100. ეს იმის ნიშანია, რომ საზოგადოების იმ 1%-ს ეკუთვნით, რომელიც არასდროს ნებდება და ნებისმიერი ტკივილის ფასად აგრძელებს ცხოვრებას.